ძალიან მნიშვნელოვანი კიდე 8 საათზე არ იწყება სამუშაო დღე, გავახსენებთ 9 საათზე წვლიან სულებს და ერთ წყვილში უკვე გამოვიჭირეთ. როგორღაც ვიცით, ხო, და მაქედან გამომდინარე ვითვლიდი, რომ სადაც 10-ისთვის ალბათ გარეთ გამოვა, თქვა ესე მქონდა დათვლილი, მაგრამ წინაცვლას გამოაშვებინეს გარეთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი სასეირნოთ რომ გავყავდით, მაშინ იცვლებოდა ღამის ცვლა და მოდიოდნენ 9 საათზე ახალი ცვლის თანამშრომლები, ესე რომ ტყუილებში ძალიან მალე იხლართებიან ხოლმე. აუ ხო, ძალიან ცუდია და ძალიან და წინასწარ არ ხდება. ანუ მაინტერესებს ახლა ზურა არ მოიგონებდა ამას რა თქმა უნდა 11-ის ნახევარზე. ანუ დილის 8 საათზე ხა რატო უნდა ეკრა ადამიანს რომ აისურვით გამოაკეთოს. ციხე ხო არ არის, აი ვიკაი რაღაც ისეთი რა ქვია, მოდი აი რესტორნიდან ეხება დავიღალე და წავალ სახში ხო არ არის. კაცრი რეჟიმის დაწესებულება არა თუ როდის შედის და გადის ვინმე საჭმელს როდის ჭამდა ზონარი გიკეთია რომ თუ არა ფეხზე რამდენი ბუზი უნდა დაფრინავდე შენ დასაკანში იმასაც თვლიან და ეხლა როგორღაც მაგრამ ნუ ეს ტყუილები ვიღაცას უნდა რომ ჭამოს და ყველას 8 საათი ყველას დილის 8 საათია თავისუფლებენ ანუ რაც ამბობ. ხო, აი წარმოუდგენელია. და მაშინ შეიძლება მაგლოკიკით რომ ღამის რა ვიცი 5 საათზე არ ვიცი რა კატაკლიზმის დროს დაქტოვან გარეთ და არ წერია არსა და თან წყალი გადაგასხან ცივი იმიტომ რომ ესეც არ წერია ყველაფერი რომ მოესწრო დილიდანვე გაუშვეს აი გრძელი დღე ექნება ხო შეიძლება უარესი ექნათ რომ მაგალითად აი პოზიტივის კამერა რო დახვედრო და მარტო რა ეს მარტო გამოსული აფარას დილის 8 საათზე რო ხდება პოზიტივი ეკოსუსის დეპარტამენტია და რო ხდება ეს რო დგას მარტო და მოკლე მკლავიან შეიძლება არავინ არ დახვდა ციხეს ფანტაზიაც გაჩნდათ ეს ბინძურტვინებს ხო ამიტომ მადლობა მათ რომ როგორც ერთხელ ერთ-ერთმა გმირმა იუმორისტულმა ჩემმა მანანამ თქვა რომ ყველაფერი ცუდად არის, მაგრამ ხომ შეიძლება და უფრო ცუდად ყოფილიყო და მადლობა ამისთვის. კი, მხოლოდ ამისთვის შეგვიძლია პრინციპში ქართულ ოცნებას რომ მადლობა ვთქვათ, რომ კიდევ უფრო უარესად რო არ ვართ. კი ბატონო, მაგრამ